მოგესალმებით. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება საპროტესტო აქცია. დღეს არის 267 დღე, რაც აქ მოქალაქეები იკრიბებიან და აჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნებია გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია მარში თბილისში სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რომელიც გულისხმობს მედიის მხარდაჭერას. რამდენიმე ორგანიზაცია, უფრო სწორად 22 მედია ორგანიზაცია ატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიას, რომელიც გულისხმობს ონლაინ მედიის მხარდაჭერას და იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში შეუფარხებლად მუშაობდნენ და გადამოწმებული ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას, თუმცა რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, საფრთხე ემუქრებათ მათაც. შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 267 დღეა შეკრებილები არიან აქტივისტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს აქციები დაიწყო ბათუმში გასული წლის ნოემბრიდან, ისევე როგორც დედაქალაქში, მას შემდეგ რაც ყობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. ამის შემდეგ დამტკიცდა უამრავი კანონი, რომელიც შეფასდა როგორც საფრთხის შემცველი დემოკრატიის წინააღმდეგ, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ასევე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის, სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის და ასე შემდეგ და მათი დასკვნები, მათი ანგარიშები ხშირად იყო კრიტიკული, საუბარი იყო კორუფციაზე, საუბარი იყო კონკრეტულ სფეროებში ხელფასების დანამატების გაზრდაზე, სახელმწიფო ქონების არასწორ გასხვისებაზე, გადანაწილებაზე, ქონების მიტაცებაზე და ასე შემდეგ. ახლა ეს ორგანიზაციები ცდილობენ თავადაც გადარჩნენ, გააგრძელონ მუშაობა ისეთი რეპრესიული კანონების ფონზე, რომლებიც ბოლო წლებში მიიღო და ამტკიცა ოცნებამ. ეს ორგანიზაციები აფასებენ სწორედ ამ კანონებს, როგორც რეპრესიულ კანონებს და ასეთი შეფასებები გვესმის ჩვენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც. და როგორც იცით, ბოლო პერიოდში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზეც არის საუბარი და ოცნების ლიდერების მხრიდან გვესმის ისეთი განცხადებებიც, თითქოს ეს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს ქვეყანას, რასთან დაკავშირებითაც საკმაოდ მწვავე შეფასებები აქვთ ექსპერტებს. თვითონ ემიგრანტებიც ძალიან შეშფოთებულები არიან ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მათი ნაწილი სამუშაოდ, სასწავლებლად, ნაწილი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოიმყოფება ევროპაში, ბევრს გადასვლაც მოუწია, იმიტომ რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო, რადგან შესაბამისი სამედიცინო სერვისი, რაც უზრუნველყოფდა მათ ფიზიკურ გადარჩენას, ამ ქვეყანამ მათ ვერ შესთავაზა. მათ საკმაოდ ძვირად ღირებული სამედიცინო სერვისი მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ ამით გადარჩნენ. მე ახლა შევეცდები, რომ აქ შეკრებილებსაც გავესაუბრო, ძირითადად დღევანდელი კამპანიის საკითხზე. ეს არის მედიის მხარდაჭერა, სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ასეთი არის მთავარი გზავნილი. აი აქ იმყოფება ბათუმელების რედაქტორი ნანა კვაჭაძე, რომელიც ტრანსპარანტით არის დღეს მოსული, მედია თუ გაქრება, გაქრები შენს, ასეთია დღეს აქციაზე მისი გზავნილი და მე ლაივში ჩავრთავ მას. ნანა, მინდა გკითხო კამპანიის შესახებ, რომელიც წამოიწყო 22 ორგანიზაციამ, რა გამოწვევის წინაშეა დღეს მედია, რატომ დასჭირდა მედიას კამპანიის ჩატარება და ამ გზავნილების გაჟღერება?
დღეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მედია არის გაქრობის საფრთხის წინაშე საქართველოში. საუბარია ცხადია დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებზე, დამოუკიდებელ პატარა მედია ორგანიზაციებზე, რომლებიც დიდწილად დამოკიდებული არიან სხვადასხვა გრანტებზე, სარეკლამო შემოსავლებზე და იმ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც დღეს არის საქართველოში, გულისხმობ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, რომელიც სრულიშვით მიდის ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ და რომელიც არ ტოვებს გზას და საშუალებას გადარჩნენ პატარა მედიები და იარსებონ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პატარა მედიების შემთხვევაში მათ შორის რეკლამასთან დაკავშირებით სხვა სპეციფიკაც არსებობს, რაც ძალიან გასათვალისწინებელია და პოლიტიკური გარემო აკონტროლებს ყველაფერს, ყლაპავს ყველაფერს და ერთსახოვნად უპირებს მედიას ქცევას. რა ნიშნავს ახლა ერთსახოვნება ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვისაც უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და მეც ვარ ადამიანი, რომელიც დაიბადა საბჭოთა კავშირში და ცხოვრობდა იმ დროში, როდესაც ერთი მთავარი ცენტრალური არხი მუშაობდა, ერთი ქართულ ენაზე, ერთი რუსულ და ყველა ელოდა პრემიას, ერთი წყარო იყო ინფორმაციის გავრცელების და ყველაფერი იყო ერთგვაროვანი, ერთფეროვანი და ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ ის, რაც სურდა პარტიას და სამთავრობო პროპაგანდას. ჩვენ ვართ ეხლა ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე და ეს არ არის რაღაც მოგონილი საფრთხე, გამოგონილი, რომელზეც მხოლოდ ჩვენ საუბრობთ, არა, ეს ძალიან რეალურია. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, არსებული აბსოლუტურად რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში, საქართველოში დამოუკიდებელი მედია არის საფრთხის წინაშე. 22 მედიის ეს კამპანია სინათლე არ უნდა ჩაქრეს, არის მცდელობა გადარჩენის და შესაბამისად საუბარი კი არ არის მედიის გადარჩენაზე, საუბარია თავისუფალი ხმის გადარჩენაზე, იმიტომ რომ თავისუფალი ხმის პირველი გამტარი არის მედია. თუ კი არ იქნება ქვეყანაში დამოუკიდებელი თავისუფალი მედია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ხმა გააქრება საზოგადოებრივი სივრციდან. ეს არის გარდაუვალი ამბავი, ეს მოხდა რუსეთში, ეს მოხდა ბელარუსში, საიდანაც განიდევდა პირდაპირ მედია და არ დარჩნენ მედია საშუალებები, ჟურნალისტების დიდი ნაწილი არის დაპატიმრებული, დიდი ნაწილი არის პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული. ეს მოხდა აზერბაიჯანში, სხვათა შორის, სადაც ასობით ჟურნალისტია ბოლო მონაცემებით საპატიმროებში და ასობით ჟურნალისტი არის ასევე საქმე აქტიური, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეები და მათ ემუქრებათ რამდენიმე წლით პატიმრობა, ბევრ მათგან შეფარდებული აქვს უკვე პატიმრობა. ეს მოხდება საქართველოშიც. თუ კი ჩვენ დროულად არ ვიმოქმედებთ და თუ კი არ გადავარჩენთ მედიას, იმიტომ რომ იმასაც კი ვერ გაიგებს საქართველოში საზოგადოება, რა ხდება ჩვენს თავს, რა გასაჭირია ვთ ადამიანებს, რა ხდება შენს მეზობელ ქუჩაზე, რა ხდება შენს ქალაქში. აი ბათუმში, სადაც ჩვენ ვართ ახლა, ყოველთვის ბოლო წლებში არსებობდა ძალიან კარგი ტრადიცია. გულისხმობ მედიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არსებობს ორი დამოუკიდებელი მედია, არსებობს ბათუმელები, არის აჭარა თაიმსი, იყო TV25, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ამჯერად მაუწყებლობს რაღაც ონლაინ ფორმატში და ფაქტობრივად ახალ ამბავს ვერ ქმნის, მათ ამაზე ვარი თქოს ამ ეტაპზე. ყველა შუქი ჩაქრება. ყველა შუქის ჩაქრობა ნიშნავს ყველა ადამიანის ხმის გაქრობას. ეს გამოიწვევს აბსოლუტურ ნგრევას საქართველოში იმის, რაც აქამდე გაკეთდა. გულისხმობ დემოკრატიულ პროცესებს, გულისხმობ ადამიანის უფლებებს და ძალიან კარგად ვიცით, რა შეუძლია მედიას. ბათუმელების მკითხველს მინდა რომ განსაკუთრებით ვუთხრა, თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რა შეუძლია მედიას, რამდენი ადამიანის პრობლემა მოგვარებულა ბათუმელების გაშუქებით. დღესაც კი, როდესაც ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მზიამახლობელი არის ციხეში, დღესაც კი, როდესაც ბათუმელებს ფაქტობრივად იგნორს უკეთებს ყველა სახელმწიფო უწყება და ძალიან რთულად ვიღებთ პასუხს კითხვებზე. დღესაც კი ამ ვითარებაში, ამ კრიზისში კი ბათუმელები ახერხებს, რომ მოაგვაროს კონკრეტული მოქალაქეების კონკრეტული პრობლემები და ეს პრობლემები დასვას მმართველი პარტიის დღის წესრიგში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ იქნება ბათუმელები, თუ არ იქნება ნეტგაზეთი, თუ არ იქნება პუბლიკა, თუ არ იქნება მაუწყებელი, თუ არ იქნება გურიაში სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, თუ არ იქნებიან ადამიანების ხმა მედიიდან გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივავდით ზღვარზე, როდესაც თქვენ არ გექნებათ ხმა, თქვენ არ გექნებათ ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და მოხვეთ თქვენი პრობლემის, თქვენი გასაჭირის შესახებ. ამიტომ აი კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზი გაუსვა, ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს, არის ცდელობა გადარჩეს მედია და გადარჩეს საზოგადოება და გადარჩეს დემოკრატია საქართველოში. თუ ეს არ მოხდება, თუ მედია ჩაქრება იმ ადამიანების ხმაც, ვისაც ჩქდება დახმარება. ეს ადამიანები დარჩებიან მხარდაჭერის გარეშე და ეს იქნება დემოკრატიის კოლაფსი და დემოკრატიის დასასრული საქართველოში. ნანა, ორი კონკრეტული ამბავი რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, ერთი ეს არის რა მოხდა მას შემდეგ, რაც საგადასახადომ გავრცელა ინფორმაცია ბათუმელების ინკასოსთან დაკავშირებით მოგმართონ და გადავანაწილებთ, მიუხედავად იმისა, რომ მიმართული უკვე იყო, ეს იცის უკვე საზოგადოებამ ბათუმელების ნიუსებიდან, ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე. რა მოხდა? მოხდა გადანაწილება და ინკასოს მოხსნა? ეს არის ერთი დიდი, არ ვიცი რა უწოდო, აი ტყუილი დაპირება, მოდი ესე ყველაზე რბილ შემთხვევაში ასე შემიძლია უწოდო, საგადასახადოს განცხადებას იმის შესახებ, რაც მან გააკეთა და თქვენ იცით რომ მაყურებლისთვისაც რომ გასაგები გახდეს, ბათუმელებს ინკასო გაადეს, ამ შესახებ ჩვენ განვაცხადებთ ხარით ჩვენს კითხვას და ამ შემდეგ იყო მათი მხრიდან საგადასახადოს მხრიდან განცხადება, რომ აი შემოგთავაზოს ბათუმელებმა გრაფიკი და ისე გადაიხადოს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არაერთ გზის მივმართეთ საგადასახადოს ამ განცხადებამდეც და ამ განცხადების შემდეგაც გრაფიკით თავალიანების გადახდის შესახებ, თუმცა დღემდე ბათუმელებს ადევს ინკასო. მიუხედავად იმისა, რომ ძირი თანხის ჩვენ დავხარეთ ისე ბათუმელების მკითხველების დახმარებით და იმ კამპანიის წყალობით, რაც ჩვენმა კოლეგა ჟურნალისტებმა დაიწყეს ბათუმელების გადასარჩენად და დასახმარებლად, თუმცა საგადასახადოებრივ პასუხი არ არის, რაც ჩემი აზრით და არ ვიცი, ჩემი აზრით არ ჭირდება, უბრალოდ მიუთითებს იმაზე ფაქტია, რომ მათ ინტერესებში ამ დრომდე არ შედის, ესენი არ ინტერესდებიან, რომ ბათუმელებს ანგარიშები იყოს თავისუფალი და არ იყოს დაყადაღებული. ცხადი ამას განვიხილავთ როგორც ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია, მინდა შეგახსენოთ ის ძალიან მარტივი ამბავი, რომ ბათუმელების თავალიანება თავისი ძირი თანხით და ყველაფერი 300,000 ლარამდე იყო და ამ დროს პროსახალისუფლებო მედიებს, გულისხმობ რუსთავიორს, გულისხმობ იმედს, აქვთ 17 მილიონი, 20 მილიონი, 25 მილიონი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და მათ არაფერი არ ეკუთვნება. უნებრივია ჩვენ ვართ არათანასწორ და ძალიან ტრულ გარემოში სახელმწიფოს მხრიდან. საუბედუროთ ეს ასია და არ ვიცი, აი ყოველდღე ველოდებით რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ბათუმელების ანგარიშებს ესე ინკასოადებს. და ერთი ამბავიც რომ უთხრა მაყურებელს, მოკლედ ეს არის როგორ გრძელდება მზიამაღლობელის საქმე, ესეც რო გავაგებინოთ. მზიამაღლობელის აბსოლუტურად უკანონო პატიმრობა გრძელდება და ველოდებით განაჩენს ადვოკატები ველოდებიან განაჩენის ჩავარებას, რომ გასაჭირდეს შემდგომ უკვე სააპელაციო სასამართლოში. ბუნებრივია ბათუმელები, მზიამაღლობელის ადვოკატები გაივლის ყველა სამართლებრივ გზას, რადგან საქმე წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ იცით, რომ მზიამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეს უკვე განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ადამიანის დაცვის სასამართლომ და სტრასბურგის სასამართლოში წავა ასევე მისი სისხლის სამართლის საქმე. მზიამაღლობელი არის სიამაყის პატიმარი და მზიამაღლობელის სხვა პატიმრების მსგავსად
ციხეში არის უკანონო. რა განასხვავებს, მინდა რომ ხშირად მკითხველი მაყურებელი სამწუხაროდ ამკითხავს, რომ რა განასხვავებს სინდისის პატიმარს, თქვათ, ჩვეულებრივი პატიმრის. საქმე იმაშია, რომ ამ საქმეებში ჩვენ არ გვყავს დაზარალებული. ანუ 60-ზე მეტი ადამიანი ციხეშია, სისხლის სამართლის წესით სამართლებელიან, ისე რომ მათ წინააღმდეგ არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულებები და მათ საქმეებში არ არსებობენ დაზარალებული პირები, არ არსებობს ქონება, რომელიც დაზარალდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი სამართლებელია სისხლის სამართლის წესით. სწორედ ამაშია საქმე და ეს არის განსხვავება და დღეს იყო ნინო თარხაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ძალიან გამამხნევებელი იყო ნინო თარხაშვილის ჟესტი, რომელთაც ის შემოუერთდა დღევანდელ კამპანიას, სინათლე არ უნდა ჩაქრეს როგორც ხარდაჭერილ კამპანიას და მოუწოდა ყველას, რომ თვეში თითოეული გაიგონ მედიისთვის და ასე არის. მედია სინათლე არ უნდა ჩაქრეს საკონფლიქტით თუ ამას აკრებთ Facebook-ში და მოძებნით გვერდს, მოძებნით ანგარიშის ნომრებს, შეგიძლიათ მინიმალური ხანით საქართველოში გამომწვევი თავისუფალი მედიის გადასარჩენა და შესაბამისად თქვენი ხმის გადასარჩენა. აუცილებლად დაუდგეთ ხარში მედიას, მედიამ შეიძლება თქვენი დახმარება. მადლობა ნანა კვაჭაძე, ბათუმელების რედაქტორი იყო ბათუმელების ლაივში, ის დღეს აქციაზე ტრანსპარანტით არის მედია თუ გაქრება გაქრები შენს. ეს იმის გამო რომ დღეს თბილისში დაიგეგმა აქცია მედიის მხარდასაჭერად, დაიწყო მარში სინათლე არ უნდა ჩაქრეს ასეთი გზავნილით, რაც გულისხმობს მედიის მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ მედიას მხარდაჭერა დასჭირდა მას შემდეგ, რაც დამტკიცდა რუსული კანონი საქართველოში და მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც მანამდეც დამტკიცებამდე აპროტესტებდნენ ქვეყანაში არაერთი მოქალაქე, არაერთი ორგანიზაცია. და ასე შემდეგ ეს კანონი, რუსული კანონი ავალდებულებს მედია ორგანიზაციებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში, თავად მივიდნენ და დარეგისტრირდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაარსი არის ასეთი, რომ თითქოს ხარ უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ და აი ამ გავლენის ქვეშ ახორციელებს საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც არაერთი განმარტება, შეფასება არის გამოქვეყნებული, რომ ეს არის დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად მუშაობენ. ვიცით ამ კანონის მიღების შემდეგ რა მოხდა რუსეთში, როგორ ებრძოდნენ კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, როგორ აკნინებდნენ მათ საქმიანობას. აი მაგალითად მოგიყვებით ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც მაქვს წაკითხული რუსულ მედიაში, რუსული მედიის მუშაობასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, როდესაც ადვოკატი ცდილობდა დაეცვა კონკრეტული ორგანიზაციის ინტერესები, მოწინააღმდეგე მხარემ უთხრა სასამართლოს, რომ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეს ადვოკატი არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, ასეთი განმარტება გაუკეთეს ამ ადვოკატს. ასეც ცდილობდნენ უბრალოდ მიაღწიეს ბევრი ორგანიზაციის გაუქმებას, საერთოდ დახურვას და ადამიანების დაკნინებას. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვართ ბათუმში, სადაც მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და დღეს თბილისში დაიწყო მარში სინათლე არ უნდა ჩაქრეს ასეთი გზავნილით, რაც მედიის მხარდაჭერას გულისხმობს. მე ახლა შევეცდები, რომ აქ შეკრებილ სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბრო, მათაც ვკითხოთ, რას ფიქრობენ მედიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც არის დაწყებული მედიის მხარდასაჭერად.
როგორც უკვე გითხარით, დღეს მთავარი თემა თბილისში საპროტესტო აქციებზე მედიის მხარდაჭერაა. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ პარალელურად მიმდინარეობს სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა, რამდენიმე მათგანს სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი, მიღებულია გადაწყვეტილება და უმეტესობა 4 წლით ან მეტით დააპატიმრეს. მათი საქმეები არის ძირითადად გასაჩივრებული, როგორც ვიცი და მე ახლა იგივე საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მინდა გავესაუბრო მოქალაქეებს. მოგესალმებით, თქვენ მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში რომ ისაუბროთ. როგორც ვიცით, დღეს საპროტესტო აქციებზე მთავარი თემა არის სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რაც გულისხმობს მედიის კამპანიას. აი რომ გითხრათ თქვენ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე თქვენს პირად პროტესტს რის გამოც აქ იმყოფებით. მოგესალმებით ყველას თქვენ მაყურებელს, მსმენელს. დღეს მხარდაჭერას ვუცხადებთ მედიას. თბილისშიც იმართება აქცია და დიდი მსვლელობა მარში და მხარდაჭერას ვუცხადებ მე ამჯერად ბათუმიდან, თქვენი ქალაქიდან და ვთვლი რომ თითოეული ადამიანის მხარდაჭერას, თითოეული ადამიანის პოზიციას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს რომელ ქალაქშიც არ უნდა იმყოფებოდეს, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და აი ამ სოლიდარობის აქტს, მხარდაჭერის აქტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა საზოგადოებისთვის, რაც ნამდვილად არის თბილისის სხვადასხვა ქალაქში. ეს წინააღმდეგობა განგრძობითია, მუდმივი და აუცილებლად ამ წინააღმდეგობას ექნება შედეგი. მედიაც თავის ფუნქციის შესრულებას განაგრძობს საზოგადოების მხარდაჭერით და აუცილებლად ეს სინათლე იქნება ჩვენ ქვეყანაში და არ ჩაქრება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა რეპრესიული ქმედებები და კანონებიც მედიის შემსრულებელი, ამიტომაც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის პროტესტს მხარდაჭერას და სოლიდარობას აქვს დიდი ძალა. ზაფხულია, აგვისტოა, მესმის რომ სხვადასხვა ქალაქიდან ადამიანები გადიან, მაგრამ ვინც საქართველოში ვარ და თუნდაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საზღვარგარეთაც ადამიანები ერთი ადამიანის აქციაც გვინახავს და ასე რომ ყველგან საქართველოს ქალაქებში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ეს პროტესტი არის განგრძობითი, აგვერ უკვე 266 თუ 77 დღეა, რაც აქცია უწყვეტ ხასიათს ატარებს და აუცილებლად ჩვენი საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება წამსთან. როგორც ვიცი, თქვენ ხართ, არ ვიცი, ალბათ დამიდასტურებთ, ანუ არ ყოფთ ინფორმაციას. ყოფილი საჯარო მოხელე, ხო? უკავშირდება ეს პროტესტს ის რომ ყოფილი საჯარო მოხელე ხართ? იცით რა, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიას, ასევე ეს რეპრესიები სახელმწიფოს მხრიდან შეეხო საჯარო მოხელეებსაც და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი იყო ეს ტალღა და წნეხი, როცა არაერთი უწყებიდან გაათავისუფლეს საჯარო მოხელეები და მათ შორის ერთ-ერთი მარმეც ქალაქ თბილისის მერიიდან გათავისუფლებული. მანამდე ღიად გამოვხატავდი ჩემ პოზიციას და სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მე დღეს აღარ ვარ საჯარო მოხელე და გამოშვებული საჯარო მოხელე ვარ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებ და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რა მოცემულობაშიც არის ახლა სასამართლო, აი ამ სასამართლოს პირობებშიც მე ჩემი სიმართლის მტკიცებაში და გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული და მინდა მოქმედ საჯარო მოხელეებსაც მივმართო. ძალიან ბევრი მათგანი ვიცი, რომ სწორად ფიქრობს, სწორ მხარეს არის, მაგრამ ეს რეპრესიები
აქტივები მაინც თავის ეფექტს ამჟღავნებს და არის კი უნდა ვაღიაროთ რომ ამ რეპრესიებმა გავლენა მოახდინა დარჩენილ საჯარო მოხელეებზე, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ თვითონაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც რომ აი მათ მართალ ხმასაც ძალიან დიდი ძალა აქვს და არაფერია იმის საპირწონე რომ აი ამდენ უსამართლობაზე ქვეყანაში რაც ხდება არ არსებობს მიზეზი რომ ამ უსამართლობაზე უბრალოდ რეაქცია არ გქონდეს, არ იყოს სოლიდარული თუნდაც აი ამდენი სინდისის პატიმრის მიმართ, ამდენი უსამართლოდ დაკავებული ადამიანის მიმართ, დაკავებული ქალების მიმართ. ჩვენი უახლოეს ისტორიის მანძილზე ყავს პირველი პატიმარი ქალები. არნახული მაგალითი გვაქვს მზია ამაღლობელის გაუტეხლობის, გმირობის მაგალითი და არ შეიძლება რამე სხვა იყოს საპირწონე, რამემ გადაწონოს ის ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა, რაც აუცილებლად აქვს მათ და აი ეს უნდა გახმოვანდეს და გაჟღერდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ ძალა და ძალა მართლაც ერთობაშია და აი ერთიანი ხმით შევძლებთ რომ სიმართლემ გაიმარჯვოს ჩვენ ქვეყანაში და რაც უფრო მალე ვიქნებით ის ბევრი შედეგიც მე ვფიქრობ რომ მალე დაგვიდგება აუცილებლად. სახელი და გვარი რომ მიხარ? ანა კომლაძე. ანა კომლაძე, დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვერდთვებოდა ჩვენს ლაივში. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში. მე შევეცდები რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთო და გავიგოთ მათი მოსაზრება დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, მედიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რომ თბილისში გრძელდება სასამართლო პროცესები, განიხილება სინდისის პატიმრების საქმეები, პარალელურად აქციები აქვთ და სხვადასხვა კამპანიას მართავენ სინდისის პატიმრების მშობლები, ისინი ჩადიან რეგიონებში, ჩააქვთ გაზეთები, რომლებიც ძირითადად არის სინდისის პატიმრებზე, მათ გზავნილებზე და როგორც ისინი აცხადებენ, რეგიონებში იღებენ ძალიან დიდ მხარდაჭერას, ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართ და მათი შვილების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმეს, თქვენ იცით, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი დააპატიმრა 2 წლის ვადით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად მზია ამაღლობელს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის სიმუხლით, რომელიც გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა ეს მუხლი და მზია ამაღლობელს მოსამართლემ ბრალი დასდო ხელშეშლაში, რის გამოც 2 წლის ვადით დააკავა. ამ გადაწყვეტილებას ადვოკატები გაასაჩივრებენ სააპელაციო წესით პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც განმარტა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა, ეს იყო ისეთივე უსამართლო გადაწყვეტილება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო 4 წელი, მაგალითად 4-დან 7-მდე ემუქრებოდა მზიას, როგორც იცით, და საერთოდ დაკავების საფუძველი არ არსებობდა. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ გასაჩივრებულია ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში, მზიას პატიმრობის ნაწილი, ასევე ადმინისტრაციული დაკავების ნაწილი და სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა. გამოგზავნა თავისი კითხვები საქართველოს სახელმწიფო უწყებებს და მისცა გარკვეული ვადა პასუხებისთვის. შესაბამისად, მოკვლევა სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს.
267 დღეა, რაც აქ იკრიბებიან მოქალაქეები. Ქონდათ სხვადასხვა დროს პერიოდულად მათ ქონდათ პროფესიული მარშები, ასევე სხვადასხვა მარში, საკმაოდ ხალხმრავალი აქციები, მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩებში გადაადგილდებოდნენ აქციის მონაწილეები. რა დროსაც გარკვეულ ინციდენტებსაც ქონდა ადგილი, იყვნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიც და თუმცა ეს აქციები არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აი ცოტა ხნის წინ ჩვენთან ლაივში საუბრობდა ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც არის გათავისუფლებული სამსახურიდან მისი პოზიციის გამო, როგორც თვითონ გითხრა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საჯარო მოხელის განცხადება, დამოკიდებულება მათი კრიტიკული მოსაზრება მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, ახალი კანონების მიმართ, რის გამოც მოგვიანებით ამ ადამიანებს მოუწიათ სამსახურის დატოვება. ცხადია, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ, უარყოფენ მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, თუმცა როდესაც ამ ადამიანებმა გააკეთეს განცხადებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში, ბევრი მათგანი 10 წლის განმავლობაში ან მეტი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ემსახურებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მუშაობდა, ისინი სამსახურიდან წავიდნენ, სწორედ მას შემდეგ, რაც მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ არ ემხრობოდნენ ოსნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ არის მთავრობის სახლი ბათუმში და მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რადგანაც დღეს მთავარი გზავნილი არის სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რაც გულისხმობს მედიის მხარდაჭერას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად მთავრობას დავიწყებული აქვს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება. ის რომ ანგარიშვალდებულია უპასუხოს საზოგადოების კითხვებს, მათ შორის მედიის კითხვებს, ჩვენ სწორედ საზოგადოებისთვის მუშაობთ. ამიტომ, როდესაც ვამზადებთ სტატიას და გვაქვს კითხვები სამთავრობო უწყებებთან, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, პროგრამებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის დაზუსტებაც გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ხშირად არის, როცა საერთოდ არ არის პასუხი, არის როცა პასუხის მომზადებას ძალიან დიდი დრო სჭირდება და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მიღებული პასუხი არ არის სრული, არ არის საზოგადოებისთვის გასაგები. დღესაც მქონდა მე კომუნიკაციას ვცდილობდი, მაგალითად, აჭარის მთავრობის პრესამსახურთან რამდენჯერმე ვცადე, შეტყობინებაც გავუგზავნე, თუმცა პასუხი არ მიმიღია. იმეც ვიტოვებ, რომ ხვალ მივიღებ ჩემს კითხვებთან დაკავშირებით პასუხს. იგივე შეიძლება ითქვას თვითმმართველობის უწყებებზე, როცა უკავშირდებით მაგალითად ბათუმის მერიას, ბოლო პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად არ მახსენდება, როცა კონკრეტული პასუხები მივიღე კონკრეტულ კითხვებზე. მართალია ვხედავ, რომ პრესამსახური ცდილობს მომაწოდოს ეს პასუხები, თუმცა ძალიან ხშირად ხვდები, რომ მასაც არ აქვს ეს პასუხები კონკრეტული სამსახურებიდან, რომ ჩვენ მედიამ მივიღოთ მისგან ეს ინფორმაცია. საერთოდ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ სამსახურის ხელმძღვანელები არც კი პასუხობენ ტელეფონს, არ აქვთ კომუნიკაცია მედიასთან, თუ კონკრეტულ სივრცეში არ შეხვდები და რაღაცა ძალიან მკაფიოდ არ სთხოვ, რომ კონკრეტულ კითხვას უპასუხოს, მაგალითად მერიის სამსახურის უფროსმა, ფაქტობრივად ისინი სატელეფონო ზარებს საერთოდ აღარ პასუხობენ, რაღაც შემთხვევაში მაქვს კიდევაც განცდა, რომ მიღებული აქვს ასეთი დავალება, რომ ჩვენს კითხვებს, ჩვენს ზარებს არ უპასუხონ. აი მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით.
დავუკავშირდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესამსახურს, მერიის პრესამსახურს 2 კვირის წინ, მივაწოდე კონკრეტული საკადასტრო კოდები და მქონდა კონკრეტული კითხვები ამ საკადასტრო კოდებთან დაკავშირებით. 2 კვირის განმავლობაში მპირდებოდა პრესამსახური, რომ მომაწოდებდა ინფორმაციას დაზუსტებულს ჩემს კითხვებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია და ზოგადად ასეა. ეს არის ცალკე საკითხი, რომ უწყებები საერთოდ არ გზნობენ ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან და ცალკე საკითხია ის, რა გამოწვევების წინაშეც აღმოჩნდა მედია ახალი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ და ეგრეთ წოდებული ფარას დამტკიცების შემდეგ. კამპანია გრძელდება მედიის მხარდასაჭერად. რა გამოწვევების წინაშეა მედია და ზოგადად ქვეყანა ამის თაობაზე თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიზი, ინტერვიუები, ვრცელი მასალები, როგორც ბათუმელები ჯიზე, ასევე ნეტგაზეთი ჯიზე. მე ამით დაგემშვიდობებით. როგორც ხედავთ, აქცია გრძელდება. მადლობა რომ გვიყურეთ.